შენ ეკუთვნი იმ პაციენტს, შენ არ ეკუთვნი არ ჩემ თავს, არ ჩემ ოჯახს, არც მეგობრებს, არც არავის. შენ თუ ესეთ შემთხვევაში ფიქრობ, რომ ის პაციენტი შენთვის არის უბრალოდ დიაგნოზი ან შემთხვევა, იქ თავდება სავარაუდოდ ჩემი აზრით ექიმობა. მაშინ გავიწყდება ყველაფერი, მაშინ გრძნობ, რომ ამისთვის ღირს. მოგესალმებით, მე ვარ ემზარ ნადირაძე, ქირურგი ონკოლოგი, მარტელეშვილის სამეცნიერო ცენტრის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი. ყავს სამი ბიჭი და ერთი გოგო, რომელიც ეს გოგო პატარა არის ესე მგონია რომ პირველი შვილი არის ჩემთვის, ეს არის ყველაფერი და ალბათ ყველაზე დიდი შეგრძნება შვილი რა არის პატარა მომცა, თუმცა ძალიან ეხათ რომ მივდივარ სახში, პატარა არის და ზოგჯერ უწყობდება და ძალიან ტკივა ის დამწვის რომ რაღაცა რამოდენიმე დღე რო ვერ ნახა, შემდეგ ეს გაუცხოების მომენტი როდესაც აქვს. მედიცინაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პირველ ფაქტორმა. ერთი იყო ის რომ ყოველთვის არის სხვა ადამიანის როდესაც გვინდა და დღესაც ის მაქვს რომ ვიღაცის დახმარება რეალურად სიამოვნებას განაჭერს. ჩემი კარიერული სულა ესე ვთქვათ დაიწყო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ეს 2006 წელი, ბოლო 5 წელია ვარ საქართველოში აქტიურად, მე 6 წელი დაიწყო, მანამდე ჩემი კარიერის მოიცავს მრავალ ქვეყანას, არა მარტო სწავლასა და ასევე მუშაობას. მინდა გამოვყო ჩემს ნოში ეს არის ის ევროპული და კონკრეტულად ის გერმანული ტიპის სისტემის განათლება, რომელმაც აბსოლუტურად სხვა ხედვით და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით დამანახა მედიცინაც და დამანახა პაციენტთან ურთიერთობაც. დამოკიდებულება თუნდაც პაციენტის მიმართ, როდესაც შენ და შეგეძლოს ყველა პაციენტის და არა ერთი, არა ორი და არა ხუთი პაციენტის ყოველდღიურად მისი ტკივილის გაზიარება, ყოველდღიურად ის რომ შენ თუ ესეთ შემთხვევაში ფიქრობ, რომ ის პაციენტი შენთვის არის უბრალოდ დიაგნოზი ან შემთხვევა, იქ თავდება სავარაუდოდ ჩემი აზრით ექიმობა. შენ ეკუთვნი იმ პაციენტს, შენ არ ეკუთვნი არ ჩემ თავს, არ ჩემ ოჯახს, არც მეგობრებს, არც არავის. ქირურგიული გამარჯვება გარკვეული ოპერაციების შემდეგ და რაოდენობის შემდეგ უკვე ეს არ ნიშნავს ქირურგისთვის და ექიმისთვის რაღაცის გამარჯვებას. გამარჯვება ნიშნავს იმის სიცოცხლის ხანძლიერობას. დღეს მხდება ეს პაციენტები, რომელსაც 5 წლის წინ, 7 წლის წინ გაკეთებული აქვს ოპერაცია და ის პაციენტი, რომელიც კარგად არის და ის შენ უკვე გამოაჯამთელი ამ დაავადებისგან, დამიჯერე ამაზე მეტი ბედნიერება, ეს რომ ახსენდება იმ ყველაფრის და მიუხედავად, მაშინ გავიწყდება ყველაფერი, მაშინ გრძნობ, რომ ამისთვის ღირს.